მოკლედ მე დავიწყე ცეკვების სწავლა. მე შემიძლია თქვენ გასწავლოთ აჭარული, დავლური, ქართული, ოსური, რაჭული, კინტოური ამების სწავლა მე შემიძლია თქვენთვის. მოკლედ ყველაფერი არის ძალიან ადვილი. მოკლედ კომენტარებში დამიწერეთ რაც ცეკვა გნებავთ და მე აუცილებლად გასწავლით. ეს შეიძლება იყოს მოგვიანებით, შეიძლება იყოს ძალიან მალე. მოკლედ და ახლა მეორე საკითხი. ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც მე გამომიწერა, დამაფასა რა თქმა უნდა და ჩემ კლასელებსაც დიდ მადლობას ვუხდი. ვინც არ გამომიწერა, ცუდი კომენტარები დამიწერა, ისინი ძალიან მიყვარს. ეს ადამიანები ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი მტერი არავინ არ არის. და რა ვიცი, იმათაც მინდა გამარჯობა უთხრა, მოვიკითხო და ყველაფერი კარგად უსურო წარმატებები უსურო უფრო სწორად, ვინც მე ცუდი კომენტარი დამიწერა და ვინც არა, რა თქმა უნდა. მოკლედ ყველანი ძალიან მიყვარხართ და რაც თქვი, ცეკვები თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია მე თვითონ გასწავლოთ და რა ვიცი, ცუდი კომენტარებისგან ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, რადგან მე ძალიან წინს და გულთან ახლოს ძალიან მიმაქვს. რადგან ჩემი კლასელებიც იღებენ ვიდეოებს და ასეთი ცუდი კომენტარები არ აქვთ. ამიტომ მე მაქვს ცუდი კომენტარები და ძალიან გთხოვთ, ასეთი ცუდი კომენტარები აღარ დამიწეროთ. მეყვარხართ ყველანი. კიდევ, მოკლედ ჩემი კლასელი ბიჭებიც, რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი მეგობრები არიან, გოგოებიც და რა თქმა უნდა, ხა ცუდი კომენტარს დამიწერს ადამიანი წინს, მაგრამ ის ადამიანი მაინც ჩემი მეგობარია, ხო? მაინც ვერ გავბრაზდები მასზე და ზოგიერთი იტყვის რომ აი რას მილაპარაკები და ეხა გული მომილბები თომ და ეგეთ რაღაცებს დაეწყავს, მაგრამ ეს ტყუილია. მე არავის გულის მომილბებას არ ვცდილობ, უბრალოდ მინდა რომ ყველა იყოს ჩემი მეგობარი და ცუდი კომენტარი არ დამიწერონ და რა ვიცი, მედია გაითვალისწინოთ ჩემს რჩევას. იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან ცუდი ახლა თქვენ რო იღებთ ეგრე და რო დაგიწეროთ ასეთი კომენტარები, ძალიან ცუდი იქნება. აი მე მაგალითად ასეთ კომენტარებს არავის არ დავუწერდი. გარდა იმისა თუ ძალიან ცუდად მომექცა და ცუდი კომენტარები დამიწერა. მოკლედ, ძალიან მიყვარხართ ყველანი და ყველამ გაითვალისწინოს ჩემი რჩევები.